ჭიათურელი მაღაროვლები თბილისში გუშინ ჩამოვიდნენ და პრეზიდენტის რეზიდენციასთან არც არ გამართეს, ისინი ბოლო დროს მათ წინააღმდეგ შანტაჟსა და მუფარაზეც საუბრობენ. რეზიდენციასთან გამართული აქციის შემდეგ მაღაროლებმა სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან რა დაინაცვლეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში აპირებდნენ დარჩენას. მაღაროვლები უახლოეს დღეებში ჭიათურაში დაბრუნებას არ აპირებენ და საპროტესტო აქციებს თბილისში გამართავენ. მათ მხარდასაჭერად და მათი უფლებების დასაცავად აქციაზე სოციალ-დემოკრატების წარმომადგენლები მივიდნენ, მათი თქმით მაღაროვლებს შრომის შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. ჩვენი ინვესტორი, უშუალო ინვესტორი ვინაა, ჩვენი გვეუბნებიან, რომ ამერიკული ინვესტიციაა ჩადებული, მაგრამ არ ვიცით ეს ამერიკული ინვესტიცია ვინსთან გაფორმდა, როგორ გაფორმდა, ხელშეკრულებაში რა არის ჩადებული, რა პირობებში უნდა იმუშაოს პიროვნებამ, რა ფასივად უნდა იყოს და არის დაქირავებული. ჭიათურელი მაღაროვლების მოთხოვნა, რომ მათ ჰქონდეთ მათი შრომის შესაბამისი და ღირსეული ანაზღაურება, არის აბსოლუტურად სამართლიანი და ლეგიტიმური. კერძო კომპანიას აქვს, ასე ვთქვათ, იმდენი მოგება, რომ მას შეუძლია ძალიან ადვილად ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ, ვინაიდან არ უნდა დაუშვათ პრეცედენტი, რომ ხალხის, ასე შრომელი ადამიანების მოთხოვნა აკმაყოფილდება, გაიმარჯვებს, ვინაიდან ეს მათთვის საშიშია, ისინი ვეღარ მოექცევიან შემდეგ ადამიანებს როგორც მონებს.